ხო, დამაცადი. გაანათლოსო თქვი. გაანათლოს. ვინმე გაანათლოს? კოტე პაპა უნდა გაანათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, რამდენს. სალაპარაკო თხარად წამოსული. ანც ესე გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს პატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთქში სულზე და მიკრული? აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა, მაგას ვერ შევჭამ, კანი აქ. ასე ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ ბალახათქვალე გამიწაჭიროწებნან. კარგი გაჭერდი ახლა კაცო იღურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქ წამოღებული. დედა ჩემი სიკოძენე. ესე ვერაფერს აღარ ვსნობ, ვეღარ ვიყურები თვალდენა. ფერზე მაინც აღარ უნდა მეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენს კვერცხი ახლა. ოღონდ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ, სულ იმიტომ იქით გობახიძებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. დი აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის საწუდავად მოკვდა. საწუდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაითრია. ახლა მართლა აღარ მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. დედა შენ მოგიკდეს ტვინსი არა. როდეს წამიყვან კოტია გეკნა, როდეს წამიყვან. მოიცა თუ ამ ვიდეოს და თუ უკვე აუ მიხდით ამბობ უკვე მაგას. ექიმა ხო თქო რომ თავი აქ მეტყვი და პრობლემები იქნება ცოტა ხანი მიხსიერებისო. ხო გახსოვს? ანუ დროებით ამნეზია რო გქონდ თუ ეგეც არ გახსოვს? ცოტა ხანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თეკლა ჭამე ეგ სპაგეტი პირიც არ დაგიკარებია. ვის მინ შეუკვეთა? სად ვარ საერთოდ? ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედი, დინგამ გამოგვეცილა. ოპასკარო შეუკვეთი, მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახებ თავი გქონდა მერტყმული. აუ ძალიან მიცინება რომ თავის მithმა გიგვის. უკანასიდენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეცლოს. დამარცხნა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია? ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ, რა გემრიელია? აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამე ხლა. გამარჯობაი თქვენი პასკა. გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახორდე. აუ გიხვეწებ იქ პასკაც გავჭრათ, რა ძალიან მომინდა. მიხედავი ბისტროა გავჭრა, მე ინგა მიგამჭრის. კაი სახში მაინც გაჭერი მე რა. აუ მანქანა სად დავაყენე? თიკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. Ja, მომპარი? არა. თუ დაჭიჭკიდე. კი, ახალი მეგობარი გავიჩინე. ხო გამიშვებ დღეს მაგასთან? ვინ მეგობარი გაიჩინე, ომარიკო? საცხოვრობს. ლუკა ქვია, დედამის დიანა. შოროსალანში დადიხარ იმ კორპუსში ცხოვრობენ. უი, ეთერის კორპუსში. წადი ხო, მაგრამ 6-ზე სახლში იყავი იცოდე. შემოდი ომარიკო, დედაჩემმა ნამცხრები იყიდა და ვჭამოთ. გამარჯობა. მე ცოტა სხვანაირი წარმომედგინე ჩემი ლუკას მეგობარი, მაგრამ მოდი. დედაჩემმა მითხრა თქვენზე, მადლობა გადაუხადეთ ჩემ მაგივრათო. და ეგ მადლობა რომ მხოლოდ სიტყვები არ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ლუკაჩო მოდით დე მადარტის ნამცხრები ჭამეთ. ისა შვილი შენ იცი საერთოდ მადარტი, ანუ გსმენია. კი, ჩემს მოუტანეს თავისმა დაქალებმა დაბადების დღეზე მადარტის ტორტი. მარწყვებით იყო. მერთხელ ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ ოჯახში სუფრას ჭიკის რძეც კი არ აკლია. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აუ, ომარიკო, შენ რა სოფელში იყავი, მან კაი იყო, მე არ მაქვს სოფელი. აუ, კი, ძალიან მაგარია. იცი ჩემ სოფელში როგორ ლაპარაკობენ? შენ აქითკენ არ ჩამეიარე. აი მე ძალიან გთხოვთ, მალე მორჩი და გარეთ გადით რა. კარგით, მალე მოვრჩებით. გევიდეთ გარეთ. აი აქ დაბრძანდით ქალბატონო, მე ავდექი. დაუთმედე. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ის ამხელა პენსიონერი ქალი ვარ. ომარიკო ჰენ შენი ბარათი და დააფიქსირე მინდი.
რა ჩაირთო ეს? ვაიმე როგორ ჩაირთო ეს? ეს როგორ მესიძღება ამის სიხმა? ფულისტი ესა. აი ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხლა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატო, ზვიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლედ მე რუსების იმადად კი ვარ დაგერ ჭაობში. აი ეს მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამხელა კვილმოქმედი და ის არის აყალა ქვეყანა. კოცალა ბაბოს დაუთმე ადგილი თუ. ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადი. რა ქვეყანა აყალა ქალბატონო? სოციალურ ბარათით გადაიხადეთ მგზავრობის ფული. არ დამენახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ან რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ის შუახნის ქალები იმას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ავამტყოფობა არის უკვე. დაასიცხლიანე, დაასახით შესაძლებელი ხალხი და ციხეში გავუშვეთ, წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკეთ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებულზე 15 ლარი. თეთრა გვეშველებ. მაგრამ უნდა გაშველოს კაცო, როგორ არ გვეშველებ. გამოვედი გამოცდიდან, ბახტრიონი შემოხდა. ბახტრიონი ვინ არის? რა ვინ არის პოემა ბახტრიონი შემოხდა? მაგარი დავითერ სერფთ არ მინდოდა ეგ. რაღაცა შენი ლაპარაკი არ მომწონს. მე როგორ დაწერე თქვი ახლა და წავიდეთ კაცო სახლში. შენი ძმა აგერ მთელი დღე მზაზე მიყენია და ისიცხა ბავშვი. არა, კარგად ვწერი მგონი. რედაქტირების შეცდომებიც კარგად ვიპოვე. ოღონდ არ მახსოვს რამდენი. თუ და რანაირად ლაპარაკობ ანასტასია, ხომ უნდა ვიცოდე კაცო იმ შენ მასწავლებელს ვუყიდო ბაბანერკა თუ არა? ეს გრანცაცა იღებს ნიგადეი დაინახავთ თუ არა? აიმე შენ პირ შაქარი თეკლა შვილო. შაქარი მაგ პირზე? თიკოსაც დაველოდოთ და ერთად წავიდეთ რა, ცოტა ხანში გამოვა. ვაიმე პატარა ბაბს გული წავიდე და მოხედეთ ვინმემ რა, რაღა გახდა? ვაიმე ომარიკო დამესიცხა ბავშვი. ვაიმე ეკლესიაში ფულზე ლაპარაკი ვის გაუგია კაცო? ბაზარში ვართ.